გამოშვების ბოლოს ქართულ ჭიდაობას შესაძლოა იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. თემაზე სპორტისა და კულტურის სამინისტროებში უკვე შექმნეს სპეციალური ჯგუფები, რომლებიც სპორტის ერთ-ერთი სახეობის ეროვნულ არამატერიალურ ძეგლთან ნუსხაში შეტანაზე მუშაობენ. პროექტის სრულყოფილი ვერსია განსახილველად იუნესკოში წლის ბოლომდე უნდა გაიგზავნოს. სოფლებში საერო და საეკლესიო დღესასწაულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქართული ჭიდაობა შესაძლოა არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადეს. კულტურის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა და სპორტის სამსახეობის შემადგენელი ყველა ისტორიული კომპონენტის შესწავლა მიმდინარეობს. უნდა იმსჯელოს რჩევათა საბჭომ და მისცეს რეკომენდაცია შესაბამის ორგანოს, რომ აღიარონ მიანიჭონ ამ ქართულ ჭიდაობას ძეგლის სტატუსი. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე მთავრობის ხდომაზე ამ სახეობის გატანა ეროვნული ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად და უკვე შემდეგ კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე იუნესკოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ის რაც აუცილებელია რაღაც კომპლექსური მუშაობა იქნება ჩასატარებელი, მათ შორის ფილმი იქნება 10 წუთიანი გადასაღები, მათ შორის საზოგადოების მხარდაჭერა დასაფიქსირებელი. მოგვიანებით ქართული მხარე არამატერიალურ ძეგლს საერთაშორისო სტატუსის მისანიჭებლად იუნესკოში გაგზავნის, რომელიც გადაწყვეტილებას 18 თვეში მიიღებს. ჩვენ პირველ რიგში გავაცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ძველი ერო ვარ და სამწუხაროდ ესე იგი არ გვიცნობენ ისე როგორც საჭიროა და შესაბამისად იუნესკოს აღიარებით ეს იქნება ერთ-ერთი პირობა იმისი, კიდევ ჩვენი დიდი ისტორიის და მათ შორის ამ სპორტული კუთხით და იმ საბრძოლო სულით, რომელიც არის ქართულ გენში ჩადებული, საიდან მოდის ამ ფესვებს გავაცნობთ. ქართული ჭიდაობა საქართველოში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად რჩება. მასშტაბური ღონისძიებები ძირითადად საქართველოს რეგიონებში იმართება. ჭიდაობის ფედერაციაში თვლიან, რომ საქართველოში ძალისმიერი სპორტის სახეობის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ქართული ჭიდაობა გახდა. არ არიან ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები, რომელსაც ქართული ჭიდაობა არ უჭიდავია. ძიუდო ახლა შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჭიდაობა, ყველა ქართული სილეთი ძიუდოში მოქმედებს, იგივე სამბოში. მეტნაკლებად ძალიან ძნელად, მაგრამ კლასიკურ ჭიდაობაში. საქართველოში იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი ჯერ მხოლოდ ქართულ პოლიფონიას და ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციას მიენიჭა. ამ ეტაპზე კი მუშაობა ქართული ჭიდაობისა და ხორუმის საერთაშორისო სტატუსის მოპოვებაზე მიმდინარეობს. სამომავლოდ ქართული მხარე იუნესკოში უძველესი ტრადიციული სპორტის სახეობების ხრიდოლის, ისინდისა და ველობურთის წარდგენასაც გეგმავს.